მოცაობ 77 წელს. კიდევ ერთი გამახარეთ, სამსაჩქარი გაჩერდით. პოლიციიდან გავხსენთ. არ გადამოდი. და უნდა გაგაცნოთ სამართალდამობის ოქმით, საჯარო მოხვითარი. აბა ნახოთ საინტერესოა. ასე იგი, რაში გამოიხატება თქვენი სამართალდამობა. დიახ. 2025 წლის 12 თებერვალს, ანუ გუშინ, დიახ. თბილისში პარლამენტის მიმდებარედ. დიახ. თქვენ დიახ. გეტყვით საავტომობილო гზის ზოლს. პარლამენტის მიმდებარედ. საერთაშორისო მაშინ ოპერატორ გეტყვით პარლამენტთან არ მიმდებარედ. Это уже неправда. მაშინ, როდესაც შეგრება მანიფესტაციის ფარგლებში საფეხმავლო ბილიკზე პარლამენტის პროცესი გამოხატვა შესაძლებელი იყო საფეხმავლო ბილიკზეც. ეგ არის თქვილი. ეხლა ეთქვით რა, მე საერთაშორისო პარლამენტი. მე ვიყავი ოპერასთან. ოპერა რო ეწევა საქმე მაგას იმას ვიზამ. კი ბატონო, ანუ ეს საჯარო მოხვითარი შეგიძლიათ თქვენ გაასაჩივროთ. და ვინ გავასაჩივროთ? ვინ დაწერა ეს? შედგენილია უფლებოსილების მიერ პოლიციის. ვინ არის ჯვარი გითხარით? მაგის წინააღმდეგ უნდა შევიტანოს საჩვერო სასამართლო. კი ბატონო, ვინ არის ეს საჯარო მოხვითარი? აქ მას მოუწევთ გაეცნობით მითითებული კაი გემეცო. ყველაფერი წერია მითითებული. გამიგზავნეთ ეს მე მაშინ პოსტით მე. საჯარო ამას აქვს სასწრაფო. როცა კალამი გამოვხსნა. მე ვიქნე მოსავალსაც მომიგე. ასლი არის ეს მეორე მხარე, ანუ რომელიც უნდა გადმოგეცეთ და დაგიტოვოთ. ასევე გაქვთ საჯარო მოხვითრის გასაჩივრების უფლება ზემდგომ ორგანოში და ასევე დადგენილდესით სასამართლოში 10 დღის ვადაში. თუ მაგალითად ახლა ჩვენ უარს მეთქვით, რომ ჩაიბარებთ ამას, შენიშნა შევიტან, შევადგენ, რომ ბატონი პარტა სამართალდამოვი გაეცნო ოფს არ ჩაიბარა. მაგრამ ოფში ჩაწერეთ, რომ მე არ ვეთანხმები ამას. კი ბატონო, თქვენი უფლება ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით. მე ჩავწეროთ ოფში, რომ გაეცანით საჯარო მოხვითარს, დაგიტოვებთ ასლს და თუ არ მომიწევთ ხელს ქვითარზე, ეს თქვენი ნება შენიშნა შევიტანთ, რომ გაეცანით და ასლი ჩაწეროთ. მეც აზრით, მე არ ვცნობ ამ მთავრობას. თქვენ ეს შეიტანეთ, მე არ ვცნობ არ არის არც თქვენ მინისტრს. აი მას გონდოლა. გასაგებია მე ამას ისე რომ აი ამასაც მე არ ვცნობ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამას მე არ ვცნობ. ამიტომ მოდით ახლა მე ამას არ მივიღე. როგორც უფლებო და მე მოდით დამატავთ, აბა ნახოთ ერთი როგორც წავა. ამ შემთხვევაში როგორც უფლებო სპირტი იმარტავთ ქვითრის არს და გეუბნებით გასაჩივრების უფლებას. მე არა, მე ზომიდან ფოსი. ვის ცნობთ და ვის არ ცნობთ, ამ შემთხვევაში მე ამის მოსასმენად არ ვამოსული. უბრალოდ თქვენ უნდა გადმოგცეთ საჯარო ქვითარი. კი ბატონო. რომელიც შედგენილია მე კიდე ამ კითხვას ავიღე. ეს ქვითარი არის ადმინისტრაციული სამართალდამოება კოდექსის 174 პირამუხლის მეხუთე ნაწილის. როცა არის მიღებული ეს კანონი როცა მიღებული. ეს კანონი როდის არის მიღებული? აი ეს კანონი ზუსტად როდის არის? ეს მე ახალი თავრობა რომ ქვია იმას იმითია მიღებული და მე ამას არ ვცნობ რეგიონები და გამიგზავნეთ იმას ნორმალურად მე ამას გადავცემ ჩემს ადვოკატს თუ საჭირო იქნება პოსტით რა შეწუხდით ახლა თქვენ პოსტით რა მნიშვნელობა აქვს პოსტის თანამშრომელი ჩაგავარებ თუ პოლიციის თანამშრომელი ჩაგ საჯარო მოხვითარს გაბრალებ გავარე რა კაი ბიჭები ხართ რა შეგვიძლია У них работа такая. ეს არის ასლი, რაც გაგაცანეთ. უბრალოდ იქნება ჩავარებული ხოლმე. ვარცაც არ მოვა. ანუ ჩავარებულად ჩაითვლება მაინც ამ შემთხვევაში, რადგან გამიმარტეთ და გაგაცანეთ ქვითარი. ხო და ეს არის ასლი. გადმოგეცით და უფლება აქვს რომ გქონდეთ ეს ასლი და როგორც გადმოგეცით. თუ თქვენ მაგალითად მომიჭერთ ხელს, აი ეს არის გრაფა, სადაც სამართალდამოება ფედუნა მოაწევს. თუ მომიწერთ, კი ბატონო, თუ არა და როგორც გამიმარტეთ, შენიშნა შევიტან და ჩაბარებულად ჩაითვლება თქვენთვის. თქვენ მივხვდით. რა დღეში შეგადოთ? რა დღეში რა კაი ბავშვი, კაი ახალგაზრდა ბავშვი ვიქნებით. რა იქნება?
აგეთ კაი, ნიში, არახელს არ მოგიწევ რა გენაცოდი, მაგრამ შევედნენ საგიწევ. და ეხლა რა უნდა ვქნე, ხა მივარ მისმა. ანუ ასე რა აქ რამდენი ჯარიმა რამდენი 5000 და ვის უნდა მივიცეთ? ანუ ჩამარებული ხო იწება დღეს, ეს ხო 13 იწვა. მე მეგონა თქო 5000 ლარი მომკანდეთ მე საჩუქრად, იმიტომ რომ ის ქონდა. აქ იმდენი სვადაში მე გაკეთდა. გელებში მქონდა ესა და ეს დამასაჩუქრად დამეთი, გენაცოდი. აქ სვადაში გაკეთდა საჩუქრების უფლება დღეიდან, ჩამარების დღიდან. ეს უკვე ჩავებარები გამოდის. ეხლა გაგატანდეს იმიტომ რომ ეს დაჭი. ჩამარებულად იწება, რადგან გაიცანეთ და ჩემ. კაი, მადლობა რომ მომძაბდით, მადლობა რომ მივცეთ. ყველაფრისთვის დიდი მადლობა.